განათლების თემაზე მინდა გავაგრძელოთ დღევანდელი საქმიანი დილა და როცა საუბრობ განათლებაზე ან ვახსენებთ განათლებას, ეს მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს. ეს იმავდროულად არის გარემო. გარემო, სადაც ბავშვი, მოზარდი, ნებისმიერი ასაკის ადამიანი, სადაც ის იმყოფება, ის სწავლობს აზროვნებას, თანამშრომლობას და რაც თავარია, ის იყალიბებს უნარებს, რომ საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. სწორედ აი ესეთ მოდელს ეფუძნება აზროვნების აკადემია, სადაც კლასიკური და იმავდროულად თანამედროვე განათლების პრინციპები ერწყმის, ერთიანდება და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას. მოდი ყველაფერი დანარჩენისთვის და აზროვნების აკადემიის სკოლის მთავარ ღირებულებებზე ვისაუბროთ ჩვენს მოწვეულ სტუმრებთან ერთად. მადლობა მინდა გადაუხადო მომბრძანებისთვის პაატა პაპავას, ბატონი პაატა აზროვნების აკადემიის სკოლის აკადემიური დირექტორია და ჩვენთან ერთად არის სალომე დარსავია. სალომე აზროვნების აკადემიის ბაღის ხელმძღვანელია. დილამშვიდობის. მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. როგორ მიდის საქმეები, ბატონო პაატა? საქმეები მიდის ჩვენივრად. აქტივობა არის და ინტერესი, რა თქმა უნდა. აქტიურობა არის, ინტერესი არის. ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო მაშინდე რაც დაფუძნდა შარშან, პირველი მიღება გვაქვს ჩვენ სკოლის წელს და წინა პირობები ამ სკოლის შექმნის ძალიან მნიშვნელოვანი ეფუძნება, რა თქმა უნდა, აზროვნების აკადემიის იმ დიდ ეკოსისტემას, რომელიც წინარედ იყო შექმნილი. უამრავ რამეს და წლების განმავლობაში აზროვნების აკადემიამ დააგროვა ცოდნის გენერირების, ცოდნის გადაცემის, სწავლის და სწავლის ეფექტური მოდელები და მთელი ამ მოდელები დაწყებული სულ პატარა ბავშვებიდან გაგზელებული მოზარდებით, დასრულებით, ძალიან დიდი ეკოსისტემაა ეს და ბუნებრივი იყო რომ ადრე თუ გვიან და კარგია რომ სწორედ ამ დროს ძალიან დროულად მე ვიტყოდი აზროვნების აკადემიამ აამოქმედა სკოლა. ჩვენ გავიარეთ ძალიან სერიოზული პროცესი. ჩვენ შევკრიბეთ, შემოვიკრიბეთ განათლების ლიდერები, ის ხალხი, ვისაც ნამდვილად ესმის საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში თუ რა არის თანამედროვე განათლება, რა ტენდენციებია განათლებაში, რა არის ეფექტური სწავლება და რა არის ნაყოფიერი სწავლა. აი ესეთი ჯგუფი შევიკრიბეთ, ჩამოვაყალიბეთ სკოლის ფილოსოფია და მინდა ორი სიტყვა ვთქვა ამის შესახებ და ახლა სწორედაც რომ ვახორციელებთ, პირველი ბრწყინვალე სემესტრი ჩავაბარეთ, ასე ვთქვათ, ბავშვებს და მშობლებს. სკოლის ფილოსოფია ეფუძნება ინტეგრირებულ სწავლებას. ჩვენი პროგრამა მისდევს იმ უზარმაზარ ტენდენციას შეუქცევად პროცესს მსოფლიოში მიმდინარე, რომელიც დაიწყო მოწინავე განათლების მოწინავე სისტემებში და საბედნიეროდ საქართველოს მოახერხა და ჩვენს გარშემო სწორედ ჩვენ სკოლაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს გაეცნენ ამ სისტემებს, უამრავ პროექტში მივიღიათ მონაწილეობა. და ეს არის? ჩვენ დავსხედით და ეს არის ინტეგრირებული კურიკულუმი, ეგრეთ წოდებული. ეს არის სწავლება და სწავლა არა დანაწევრებული საგნობრივი ცოდნებით, რომელიც შედარებით ფრაგმენტულია, არამედ ინტეგრირებული პროექტებით, საგანთა შორის ინტეგრირებული პროექტებით. ვიღებთ რამდენიმე თემას და რამდენიმე ცნებას და ყველა საგანი რამდენიმე კვირის განმავლობაში აი სისტემურად კრიტიკული აზროვნების გააქტიურებით, კრეატიული აზროვნების გააქტიურებით, უამრავი აქტივობით და ბმებით, რაც თორია თქვენ ასე სწორად ბრძანებთ, ბმებით, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. მოგეთ სისტემური და მთლიან პიროვნული განვითარება არის ჩვენი მთავარი საყრდენი ფილოსოფია, აქცენტი, რომელზეც სერიოზულად ვიმუშავეთ. მთლიან პიროვნული განვითარება გულისხმობს გარდა საგნების ინტეგრირებულად სწავლებისა, გულისხმობს აღზრდაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე სერიოზულ აქცენტს. არ არის ადვილი ინტეგრირებული კურიკულუმით სწავლება. არ არის ადვილი, ეს მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ძალისხმევა მივიტანოთ საერთაშორისო ბაკალავრიატამდე და ის დიდი თემა რომელიც გულისხმობს ინტეგრირებულ სწავლებას სწორედაც რომ მიყვავს ამ დიდი წარმატებისკენ რომ ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებულს უფრო სწორედ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს მოდი ესე ვთქვათ საშუალება მიეცეს საერთაშორისო ბაკალავრიატ ეგრეთ წოდებულ IB-ს რომ უწოდებენ დღეს დაწყებული გვაქვს უკვე პროცესი, მოლაპარაკებები და ჩვენი სერიოზული მიზანი არის და ეს ინტეგრირებული სწავლება და ფსიქოემოციური განვითარება, სოციალური განვითარება, ემოციური ინტელექტის კლუბები, რომლებსაც
აქტიურად ვამუშავებთ, ყველაფერი თავს იყრის ამ ერთ დიდ მიმართულებაში, რომ კურსდამთავრებულს გაეხსნას ძალიან ფართო სპექტრი საერთაშორისო ადგილზე გადაწყვეტს თუ საერთაშორისო დონეზე მომზადდეს, მზაობა კონდეს, მზაობა შემართება და გამბედაობა კონდეს იმისათვის, რომ სწავლა გააგრძელოს ფართო დიაპაზონში, მოდი ესე ვთქვათ, რაც მთავარია კრიტიკული აზროვნება, ძალიან მომეწონა რომ ამით დაიწყეთ. ჩემი კარიერა მთლიანად კრიტიკული აზროვნების და კრეატიულობის განვითარებაზეა აწყობილი და ვაგრძელებ ამ პროცესს კოლეგებთან ერთად. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი სკოლაში იყოს წიგნიერი ადამიანი. ის კითხულობდეს ხარისხიან ლიტერატურას, ბავშვობიდანვე შეეძლოს მსჯელობა და დისკუსია აი მდიადი ნაწარმოებების გარშემო, რომლებიც საბედნიეროდ კაცობრიობას აქვს და გამოიყენოს ეს ყველაფერი პიროვნული განვითარებისთვის, წინსვლისთვის და სწავლის გაგრძელებისთვის. როგორც კრიტიკული აზროვნების ბიბლია. რა თქმა უნდა. რა ხდება ბაღში, რომელიც შემდგარი სტრუქტურა არის უკვე და ვიცი რომ აქტივობა არის ძალიან დიდი და რაც თავარია ინტერესი არის და ის რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, რომელიც ძირითადი თემები მაინც ყალიბდება სკოლის ასაკში, ბაზისურად ყველაფერი ბაღიდან მომდინარეობს და გითხარით ცოტა მეტისალ. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. აზროვნების აკადემიას თავის მიმართულებებიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს აღზრდასთან დაკავშირებით და მით უმეტეს ადრეული განათლება საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა არის აზროვნების აკადემიაში. აზროვნების აკადემიის ბაღი 2020 წლიდან ფუნქციონირებს, დღეს მას უკვე 2 ფილიალი აქვს და დაახლოებით 500-ზე მეტმა აღსაზრდელმა და ბაღისა და ფრესკულის აღსაზრდელმა გაიარა. ადრეული განათლება უნიშნულოვანესი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში და ჩვენთან ეს 2 წლის ასაკიდან იწყება. მშობლის პოზიციასაც დაგანახებთ, იმიტომ რომ ადრეულ განათლებაში და ზოგადად განათლებაში მშობელს ძალიან დიდი როლი აქვს და მისი ჩართულობის გაზრდა ჩვენი პრიორიტეტი არის. რთულია მიიღო გადაწყვეტილება და ენდო გარემო, სადაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას შვილს დატოვებთ. ამიტომ ჩვენ დასაწყისიდანვე საკმაოდ ღია ვართ კომუნიკაციაში და ჯანსაღ კომუნიკაციას და ურთიერთობებს ვიწყებთ. მშობლები როგორ აყვნენ ამ ყველაფერში? რამდენად მოახერხეთ ბავშვებთან ერთად მათი ინტეგრაცია? 500-ზე მეტი ბავშვი და 2 ფილიალი ბაღის უკვე მეტყველებს რომ მოთხოვნა იმაზე და დამოკიდებულებაზე, რასაც ბიზნეს სცენაზე სერვისები ქვია, არის ძალიან მაღალი. მაგრამ მე მაინტერესებს მათი ჩართულობა, ის რასაც თქვენ ცდილობთ რომ მშობელი შემოიყვანოთ ამ ყველაფერში, არის ესა ყველა? დიახ, ვფიქრობ, რომ არის. რახან დაინტერესება ასეთი მაღალი არის, ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობითი ურთიერთობა ყოველ ჯერზე შედგა მშობელთან და ბაღს შორის. და მშობელთან სანდოობას მოვიპოვებთ, რომ საადაპტაციო პერიოდსაც შევახები, როდესაც ბავშვთან ერთად ჩართული არის ბაღის შიდა პროცესებში. ის აკვირდება, როგორ მიმდინარეობს აქტივობები, როგორ ხორციელდება კვება, როგორ ხდება ტრანზაქცია ერთი სივრციდან მეორეში და ყველაზე მნიშვნელოვანი ის ხედავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორ ურთიერთობს აღმზრდელ ფსიქოლოგი ბავშვებთან. და ეს ზრდის ჩვენსა და მშობელს შორის სანდოობას და ის თავისუფლად წყვეტს მერე, რომ ბავშვი გვანდოს ჩვენ სივრცეში და დატოვოს. თქვენი აზრით, როგორ მოახერხა აზროვნების აკადემიის გუნდმა 5 წლის განმავლობაში? 5 წლის განმავლობაში, რაც ბაღი არსებობს. ის უკვე სისტემურ და ქსელურადაც ყალიბდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს გამრცობას ჯერ თბილისის და შემდეგ უკვე მე ვნახოთ საქართველოს რომელიმე ქალაქებშიც. რა ღირებულება შექმნა მან იმგვარი, რომ ესეთი მოთხოვნა სალომეს შედგა და ის მზარდია 500-ს გადაცდა უკვე. ბავშვები, რომლებიც თქვენი ბაღის წევრები არიან და ეს მზარდია, ეს ინტერესი. პირველი ვიტყვი, რომ ჩვენ ყველა ეტაპზე ვართ გულწრფელები. ძალიან ღია და ჩვენი ღირებულებები დამოსავალი წერტილი არის ბავშვი. რომ ბავშვის საჭიროებებიდან, მისი უნიკალურობიდან, ინდივიდუალური მიდგომებიდან ყველაფერი, რასაც ვახორციელებთ, ბავშვის განვითარებისთვის არის და მშობელი ხედავს ამას, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მისი შვილის განვითარებისთვის. ვცნობ, რომ გაამართლა ამ პირველმა დეკადამ და მინდა რომ შევაფასოთ ის შესაძლებლობები, რომელიც დაგანახათ ამ პირველმა სემესტრმა. გამოიკვეთა თუ არა ეს
კონკრეტულად რაიმე გეგმების ან საოპერაციოს დახვეწაში და რა გეგმით ხართ წარმოდგენილი? სკოლა არის ადგილი, ბაღი რა თქმა უნდა შეგვიძლია ბაღზეც ვისაუბროთ. საერთოდ საგანმანათლებლო ორგანიზაცია არის ადგილი, რომელშიც და სკოლაზე გავამახვილოთ ყურადღება და სწორედ ამაშია ჩემი აზრით წარმატების დიდი საიდუმლო, რომ სკოლაში იკვეთება ბევრი ინტერესი. ეს სკოლაში ბევრი სურვილი, ბევრი ინტერესი, ბევრი ყველაფერი ზედაპირზე ამოდის. ბევრი ჩანაფიქრი, ხილული, უხილავი ერთმანეთთან იკვეთება. ესეთ ერთია, როცა ბავშვი ამბობს, რომ აი ხა მე ხატვა მინდა. ხო, როცა ის ამბობს, რომ აი ხა მე მინდა ბურთით ვითამაშო, ახლა მე მინდა რაღაც მათ. მეორე მხრივ არის პროგრამა და კურიკულუმი, რომელიც თავისას ითხოვს, თავის ინტერესი აქვს, რომ ახლა იცი რა ხატვის დრო არ არის, ახლა მათემატიკაში უნდა ხო რაღაც გავაკეთოთ. იქ არის მშობლის ინტერესი, რომელსაც რაღაც თავისი უნდა და ამ ინტერესთა ბალანსი არის ძირითადად აი სკოლის მართვის მთავარი საიდუმლო, ლიდერობის, ვიტყოდი ლიდერშიპის, სკოლის ლიდერშიპის, საგანმანათლებლო ლიდერობის მთავარი საიდუმლო. და ფიქრობ, რომ აი ჩვენი სერვისის, როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენი მომსახურების მთავარი წარმატება სწორედ ამას ეფუძნება. რომ ჩვენ ფილოსოფიურად სწორედ ასე ვუყურებთ. რაც შეეხება მომავალს, ვიტყვი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ფილოსოფიის ეს ფუნდამენტი, რომელიც ავიღეთ, ეს არის მჭიდრო ურთიერთობა ბავშვის აღზრდის პროცესში, განვითარების პროცესში მასწავლებლებსა და ფსიქოლოგებს შორის. ფსიქოლოგები ძალიან ძლიერი გუნდი შემოვიკრიბეთ, კლასის ფსიქოლოგი ასეთი სტატუსი და პოზიცია შევქმენით. ეს არის ძალიან სერიოზული ექსპერიმენტი, ახალი ამბავი, მე ვიტყოდი, ჩვენს სასკოლო სივრცეში. და ამ ექსპერიმენტმა პირველ სემესტრში მშვენივრად იმუშავა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხრივ მიმართულებას და აიბი დაუბრუნდები ისევ რომ საერთაშორისო ბაკალავრიატი ჩვენ ავიღეთ ისეთი ეტაპები გვაქვს გასავლელი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს თითოეული კურსდამთავრებულის ფართო დიაპაზონის, ესე იგი პოტენციალის რეალიზების ფართო სპექტრის წინაშე დადგომასთან. წარმატებები უსურვოთ აზროვნების აკადემიას განათლების ყველა მიმართულებით და მადლობა უთხრათ ბატონ პაატაპაპავას, აზროვნების აკადემიის სკოლის აკადემიურ დირექტორს მობრძანებისთვის და წარმატებები სალომე დარსალიას და აზროვნების აკადემიის ბაღის გუნდს. სალომე ამ ბაღის ხელმძღვანელია.